რა მიიღო საქართველოს ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის შედეგად, რა რეალობის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. თემაზე სტუმართან ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრ დათო ბახტაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო დათო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს არის პროტესტის 60. ერთს დავაკონკრეტებ, ნაციონალური მოძრაობა არა, ფრაქცია ახალი. უკაცრავად, ბოდიშვიხთი. პროტესტის 64 დღეა დღეს. თუ შეგიძლიათ შეაჯამოთ ეს 64 დღე, რა მივიღეთ ამ 64 დღის თავზე, რა შეძლო პროტესტის მონაწილე ქართველმა ხალხმა? პირველ რიგში მინდა დავიწყო მოწოდებით თავისუფლება პოლიტპატიმრებს და სისტემის ტყვე და სისტემის მიერ დატყვევებულ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ და ეს არ არის მარტო ოპოზიციის ან ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილი და ახირება. ეს მოწოდება ასევე ამ მოწოდებამ გაიჟღერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდანაც და ყველა დასავლური სტრუქტურა მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ პირველ რიგში უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონოდ დატყვევებული ქართველი პატრიოტები. რაც შეეხება აი ამ პროტესტს, ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიის რეალობაში, აი მოიტანა პირველ რიგში ზუსტად ის, რაც თქვი, იმიტომ რომ დასავლურმა სტრუქტურებმა დაიწყო აი ზუსტად იგივე რიტორიკით საუბარი, რა რიტორიკაც აქვს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პროტესტანტებს, ქართველებს, ვინც ორი თვეზე მეტია გამოსული არიან ქუჩაში და ითხოვენ რას? სამართლიანობას, რომლის გარეშეც სახელმწიფო არ არსებობს და დღეს ყველაფერია ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობის გარდა იგნორირებულია აბსოლუტურად ყველანაირი კანონი. ბოდიში და გადაგვახიეს თავზე კონსტიტუცია, ელემენტარული შავი თეთრზე წერია იქ, სხვას რო თავი გავანებოთ 77 მუხში, რომ ყველა ინსტიტუციამ და სტრუქტურამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ საქართველო გაერთიანდეს ევროკავშირის სტრუქტურებში, დასავლეთთან იყოს ინტეგრირებული, რაც პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ არ იქნება შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური, მარტივად არის ეს მოწმობა. კი ბატონო, აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ყველანი ჩვენი მეგობრები, მოკავშირეები, ეს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნები თუ ამერიკა, ყველანი ცდილობენ, რომ პროცესი შეჩერდეს, მოგვარდეს, მშვიდობიანად ჩატარდეს ახალი არჩევნები, მაგრამ მოსახლეობამ ნახა ქართული ოცნების პასუხი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. გამოსავალს რა შეხედავთ? გამოსავალი არის ალბათ ორი და რაღაცა პანაციას ვერ ვიტყვი ერთი. აბსოლუტურად ჯერ უნდა ვირწმუნოთ ის და დავიჯეროთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორაც არ უნდა გვეხმარებოდეს ვინმე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ბედი არის ქართველების ხელში. რამდენადაც ვიაქტიურეთ, იმდენად იქნება მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან. გამოსავალი არის ორი კომპლექსური, ერთი ჩვენი ბრძოლა და უყოლავი ბრძოლა ქართველების, საქართველოს მოქალაქეების, რომელთა ხელში არის ქვეყნის ბედი და მეორე დახმარება ჩვენი უცხოელი მეგობრების. ეს კომპლექსი მოუწევს იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა და რისთვისაც ვიბრძვით. კი ბატონო, მაგრამ ხომ არ ექცევა საქართველო აბსოლუტურ იზოლაციაში, სრულ იზოლაციაში გამომდინარე იქედან, რომ თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ არ გათავისუფლდნენ ეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, პეისმა მიიღო რეზოლუცია, რომ თუ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, ქვეყანა მოექცევა სრულ იზოლაციაში. რას მოუტანს საქართველოს სრული იზოლაცია? ნახეთ, საქმე რაშია, პირადად მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა ჯერ კიდევ წლების წინ, რომ აი ეს ხელისუფლება ამ მიმართულებით წავიდოდა და ადრე თუ გვიან ჩამოიხსნიდა იმ პროდასავლურ ნიღაბს, რაც ჰქონდათ მორგებული და გამოაჩენდნენ რა პროექტიც იყო და სინამდვილეში ეს არის წმინდა და თავიდანვე რუსული პროექტი. კი ბატონო, 12 წლის მანძილზე ევროკავშირის ტრიბუნებიდან ისმოდა ინფორმაცია იმის შესახებ ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩვენი გზა იყო ევროპული მომავალი, მაგრამ 12 წლის თავზე მოსახლეობამაც კარგად დაინახა უკვე არა მარტო პოლიტიკურმა წრეებმა, საით მიდის ქართული ოცნება. და უკვე აღარ დარჩათ გზა გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა მოაქცინონ იზოლაციაში. ნახეთ, ელემენტარული სიმპტომი რა არის, მარტივი, შორს რომ არ წავიდეთ. პასე მოუწოდა სამი რაღაც რეკომენდაცია მოგცა, რომელიც უნდა შესრულდეს და რა ხდება.
ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ახალგაზრდების დარბევაში, აქციების დარბევაში დამნაშავე ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების გამოვლენა და დასჯა და დღეს რა მივიღეთ პირიქით გამომსვლელად ორდენებით დააჯილდოვეს ყველა ის ადამიანი რომლებიც არიან დასანქცირებულები ადამიანის სამართლისთვის. თვითმარქვია, რაზე ვილაპარაკოთ, ქართული ოცნება მიზანმიმართულად რუსული ეს პროტოკოლებიდან გამომდინარე და რაც ბრძანებები მოდის ჩრდილოეთიდან მიექანება იმისკენ რომ ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში. და ქვეყანა ჩვენი სტილის ქვეყანა, პატარა ქვეყანა, რომელიცაც პრინციპში ეს ბუნებრივი რესურსები არა აქვს და არ არის თვითკმარი მაგალითად როგორც შეიძლება იყოს სიტყვაზე ვამბობთ რუსეთი, საუდის არაბეთი და ასე შემდეგ თუნდაც ირანი, ასეთი სტილის ქვეყნის თვითიზოლაცია ეს არის აბსოლუტური დაღუპვა რა. ბატონო დათო, მე აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენ იმის თაობაზე, რაც გააკეთა დღეს ქართულმა ოცნებამ. ანუ პასუხი აი ამ ადამიანების დასანქცირებული ძალოვანების ღირსების ორდენით დაჯილდოვება, რას ნიშნავს? მე მგონი ნიშნავს იმას, რომ ესენი არანაირ შეთანხმებაზე არ წავლენ ევროკავშირთან. ამიტომზე ყოველ შემთხვევაში მოქმედებებიდან ჩანს, რომ ხიდების ჩანგრევას და დაწვას ცდილობენ ყველანაირად, იმიტომ რომ მიზანმიმართულად შემთხვევით კი არ მიდიან, მიზანმიმართულად, აი დირექტივა ეს შეუულებრივი, რომელიც ნელი პროცესით მიდიოდა და რაღაც მომენტში მოხდა ეგრეთ წოდებული ტრიგერი, რამაც დააჩქარა ბრძანება ჩრდილოეთიდან, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, შესაბამისად საქართველოს თვითიზოლაცია უნდა დაჩქარდეს და ამის მიხედვით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლებას ვერ ვიტყვი, ჩვენი ხელისუფლება არის ჭანჭიკები ნებისმიერ ვერტიკალის ნებისმიერ ნაწილი, აქ ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, მეფის ნაცვალი თუ რაც გინდათ უწოდეთ, ყველაფერია ბიძინა ივანიშვილი შემსრულებელი, რომელიც ასრულებს კრემლიდან წამოსულ დირექტივებს. ეს არის სულ ჩვენი მოცემულობა სამწუხაროდ, რომელიც გვაქვს ახლა დღეს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ აი ორბელიანების სასახლიდან ევროკავშირის დროშებიც გაქრა. აი ამის აღნიშვნაც მინდოდა ახლა, რომ პირველად, რასაც დავაკვირდი და ბევრს მიუქცევია ყურადღება, იმიტომ რომ საუბარი იყო პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პრეზიდენტი, რომელიც აჯილდოვებდა ეგრეთ წოდებულ ძალოვანებს, იქ არ იყო აღმართული დარბაზში ევროკავშირის დროშა. რა თქმა უნდა, ესეც არ არის შემთხვევითი. მე აუცილებლად მინდა შევეხო იმ ორ პატიმარს, რომელთა ბედი დღეს განსაკუთრებით მძიმეა. ერთი არის 19 დღე არა ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი შიმშილობს და როგორც მედიკოსები აცხადებენ, უკვე იმ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რომელიც სიცოცხლესთან არის შეუთავსებელი, ანუ 19 დღე ადამიანი წყლის გარდა არ ღებულობს არაფერს. თქვენ ალბათ რა თქმა უნდა ეთანხმებით იმ მოთხოვნას, რომ უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ მზია ამაღლობელი. რა თქმა უნდა, არა მარტო მზია ამაღლობელი, არამედ ის 53 პოლიტპატიმარი, რომელიც ამ წუთას სისხლის სამართლის კოდექსით დიახ და გააჩნია კიდე რა აბსურდული ბრალდებებით. აი დღეს იყო მაგალითად ერთ სტუდიაში საუბარი ლითონის ღობის დაზიანებისთვის, რომლის ფასი არის 400 ლარი, ადამიანს უშიან დაახლოებით 9 წლის პატიმრობას. აი რა დონის აბსურდში ვარ გადავარდა. კი ბატონო, დღეს სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ 53 პატიმარი ასეულობით დაკავებული ადამიანი ყველა როგორ შეიძლება იყოს დამნაშავე და არც ერთ მათგანთან არანაირი სხვა მიდგომით არ ხდებოდეს სასამართლო პროცესის განხორციელება. რა თქმა უნდა. კიდევ ერთ პატიმართან დაკავშირებით მინდა გკითხოთ აზრი, გლდანის ციხეში ნაცემ პატიმარზე მაქვს საუბარი, რომელიც ავადმყოფოში გადაიყვანეს ინსულტის დიაგნოზით და როგორც აღმოჩნდა და როგორც შემდგომ მედიკოსებმაც და მისმა ადვოკატმაც განაცხადეს, პატიმარს სახეზე არც ერთი ძვალი არ აქვს მთელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მალავს პენიტენციალური სისტემა და ქართული ოცნება ამ ფაქტს? ნუ როგორი ვარიანტია, იცით, აი რა შეიძლება თქვა გაგვიკვირდეს რაც ხდება თქვა ციხეში და პენიტენციალურ დაწესებულებებში და ასე შემდეგ და ამ სტრუქტურაში როცა პირდაპირ დღისი ძისი თუ ღამე არ აქვს მნიშვნელობა ამდენი კამერის წინაშე ახალგაზრდებს მიზანმიმართულად აი ქუჩაში პროტესტის მონაწილეებს მიზანმიმართულად ეს ხო დირექტივა იყო გამოჟონა რომ სახეზე მიეყენებინათ რაღაც დაზიანებები ალბათ ერთადერთი მიზნით რომ სხვებს შეშინებოდათ და გასაკვირი რა არის რომ ციხეში სადაც დამალული
სიტუაცია და არანაირი თქვა მონიტორინგის საშუალება არ აქვს ხისიერი, ასე იქცეოდნენ. უბრალოდ გავეშებულია სამწუხაროდ ამას ყოველგვარი ჰიპერბოლის და გადამეტების გარეშე ვამბობ, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არის გავეშებული და მისი ნებისმიერი საქციელი არის არაადეკვატური. კი ბატონო, მაგრამ ეს ყველაფერი რას მოუტანს საქართველოს? აი საქართველოს როგორი ვარიანტია, ნახეთ, პერმანენტულად საქართველო იყო ყოველთვის ბრძოლაში. ესა ალბათ ჩვენი ბედი დღესაც ვარ ბრძოლაში, მაგრამ როგორი ვარიანტია თუ ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ამ ბრძოლასაც ქართველი პატრიოტები, საქართველოს ხვალინდელი დღის მოამაგეები მოვიგებთ და ეს იქნება იმ გზაზე გასვლა, რომელიც უკვე შეუქცევადი იქნება ჩვენი ცივილიზებულ სამყაროში და დასავლურ სტრუქტურებში, დასავლეთთან დაბრუნების, რაც ჩვენი ისტორიული წიაღი არის და შესაბამისად ამისთვის ბრძოლა ღირს. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა ვიდრე დაგემშვიდობებით დაგისვათ. საერთაშორისო იზოლაცია. უკაცრავად. ვალუტის არ შემოდინება. საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონი, რომელიც ისედაც ჰქონდა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გავასწარით ევროპის ბევრ ქვეყანას და ლაბის ამერიკასაც ეკონომიკური მდგომარეობით. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი ამ 64 დღიანი საპროტესტო აქციების ფონზე რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას? და რა შედეგები იქნება ხვალზე ერთი თვის შემდეგ და რამდენად შეძლებს ამ კრიზისის გადატანას მოსახლეობის მოწყვლადი ფენა, რომელსაც ეკონომისტები გვიწინასწარმეტყველებენ? ნახეთ, აბსოლუტური კოლაფსისკენ მივდივართ, მაგრამ ეს ახლა ოპოზიციონერის, თქვათ, მიერ გაჟღერებული შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს, რომ გადამეტები და მოქმედებში ვამბობ, მაგრამ რეალურად ასე იქნება და სამწუხაროდ ეს გამოჩნდება რამდენიმე თვეში. ელემენტარული ის დასავლური პროექტები, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიმართ იყო და პრობლემებზე იყო ორიენტირებული, ისინი შეჩერდება. აღარაფერს ვამბობ შემდეგ ძელვადიან პროექტებზე, ყველაფერი ნელ-ნელა მოიხდის თავს და გამოჩნდება რამდენიმე თვეში, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ არ გვინდა რომ აქეთ წავიდეთ და სამწუხაროდ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, თვითონ ხელისუფლებას ქვეყანა მიზანმიმართულად მიყავს ამისკენ და წირავს მხოლოდ იმას, რომ შეინარჩუნოს ყოველი იმით, რა ქვია, მანქანებით თავისი ხელისუფლება. ვერტიკალი არის მოწყობილი ასე, ისევ და ისევ ვამბობ, ჩრდილოეთიდან იმართება ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ მანქურთების და თავის მონების დანარჩენ ვერტიკალს, რომლებიც აბსოლუტურად უაპელაციოდ ყველაფერს მოაწერენ, ხელს და ყველაფერს შეასრულებენ, რასაც დაავალებენ. ბატონო დავით, თქვენ ხართ ქუთაისის საკრებულოს წევრი. ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვთ შეხება, მუშაობთ და დადიხართ იმ შენობაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ჰქვია. გარეთ სხვა ადამიანებსაც ხვდებით. ადამიანების განწყობა როგორია შენობის შიგნით, თვითმმართველობის შენობაში და შენობის გარეთ, რომლებთანაც თქვენ გაქვთ შეხება? ერთი რამ მინდა ვთქვა, გარეთ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ძალიან კრიტიკული, ძალიან ისე რომ ვთქვა, მსუბუქად დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ და სხვანაირადაც არ შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს იქ კომისიის ხდომებია რაღაც ხვდებით ეგრეთ წოდებული ვამბობ ყოველთვის მართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც კულუარებში და იქ სადაც კამერა არ არის და იქ სადაც ვიღაც არის, მე მერწმუნეთ ხანდახან მგონია ჩემზე მეტი ოპოზიციონერები ხო არ საუბრობენ, თქვა ისეთი საბარი აქვს გარბის ხალხი, იქცევა ქვეყანა და აი ჩაირთვება თუ არა კამერა და ამ ხალხის ტრანსფორმაცია ხდება. ხო, თვითონაც ხვდებიან, მაგრამ უბედურება ერთია რომ ხვდები და საქმით აკეთებ მეორეს, არც გამოხატავ ამის მიმართ პროტესტს გამოხატავ მხოლოდ სადღაც დაკეტილოთ აქ, სადაც კამერა არა. ჩვეულებრივი 1984 ასეთი რომანი არსებობს, აი ამ პირობებში ცხოვრობ, დიდი ძმა გვიყურებს ვიღაც და როდესაც არ უყურებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მაშინ ისინი საკმაოდ კრიტიკულად ამჟღავნებენ თავიანთ აზრებს და ხვდებიან რა ხდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მაინც იმ მანკიერ სისტემას ემსახურებიან რაღაცის შიშით და რაღაცის დაკარგვის შიშით, რომელიც მას სისტემას დღეს აქამდე მიიყვანა ჩვენ ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დათო, მადლობა გიხდით რომ მოგზანდით და მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში, მაყურებელს თქვენი აზრი გააცანით მიმდინარე მოვლენების შესახებ. მადლობას გიხდით რომ გვიყურეთ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდა დათო ბახტაძე. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 22 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის.